ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი დაიწყო კანადის მისი უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ. ამავდროულად ჩემწყნარებლები არიან პუტინის. მათ უარა მკვლელი დიქტატორის მიმართ. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ კანადა საპასუხოდ 25%-იან ტარიფებს შემოიღებს 155 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, რომლის იმპორტსაც ქვეყანა შტატებიდან ახლავს. გაგახსენებთ, ტრამპმა ტარიფები ჩინეთისთვისაც გაზარდა. ამ გადაწყვეტილებაზე კი ოფიციალური პეკინის პოზიცია, რომ ისინი არა მარტო სატარიფო ომის, არამედ სხვა ომისთვისაც მზად არიან. თამარ დემეტრაშვილი შემოგვერთდება დეტალებით. თამარ, არის თუ არა შანსი, რომ გადაწყვეტილების კორექტირება მოხდეს? დიახ, არის და დაიხევს თუ არა დონალდ ტრამპი უკან სატარიფო ომში კანადასთან. ეს დღეს მხარებს შორის დაგეგმილ ორხრივ მოლაპარაკებაზე გაირკვევა. საუბრის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც შტატების მხრიდან დაწესებულ 25%-იან საბაჟო გადასახადს კანადამ მყისიერად უპასუხა და თავადაც შეცვალა დაბეგვრის სისტემა ამერიკული პროდუქციისთვის. ამასთან ღიად გახმოვანდა მუქარა სხვა არასატარიფო ზომების შესახებაც. კანადის ერთ-ერთი პროვინციის პრემიერი ამერიკის ჩრდილოეთ შტატებისთვის ელექტროენერგიის გათიშვით დაიმუქრა კიდეც. ინფორმაცია დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ შტატების ვაჭრობის მინისტრმა გაავრცელა. საუბარია დონალდ ტრამპსა და ჯასტინ ტრუდოს შორის სატელეფონო საუბარზე. არ გამოირიცხება, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალოს კიდეც. ტრამპის შტატების ახალი პრეზიდენტის რადიკალურმა ნაბიჯებმა გააბრაზა ჩინეთის საელჩომ ამერიკაში სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და საპასუხო ზომებსაც მიიღებენ. უმჯობესი იქნება ჩინეთთან კონსულტაციები და ერთმანეთის თანასწორად მოპყრობა. თუ ომი არის ის, რაც შეერთებულ შტატებს სურს, იქნება ეს სატარიფო ომი, სავაჭრო ომი თუ სხვა ომი, ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ, დაწერა საელჩომ X-ზე. ფაქტია, რომ ტრამპის სატარიფო გადაწყვეტილებებმა ამ ეტაპზე სავაჭრო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დისონანსი შეიტანა, თუმცა როგორც ბრჭყალებში დასჯილი ქვეყნების რეაქციებიდან ჩანს, მხოლოდ სავაჭრო დაპირისპირება არ იქნება ის, რაც შეიძლება ტრამპის ნაბიჯებმა გამოიწვიოს. The United States launched a trade war against Canada. შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო ომი გამოუცხადა კანადას, ახლო მოკავშირეს, პარტნიორსა და მეგობარს. ამავდროულად ისინი ლაპარაკობენ პოზიტიურ თანამშრომლობაზე რუსეთთან, მკვლელი მათ უარა დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დამშვიდებაზე. ამის გაკეთებას მათთვის აზრი აქვს. კანადელები გონიერები არიან. ჩვენ ვართ ზრდილობიანი ხალხი, მაგრამ ბრძოლაში უკან არ დავიხებთ, როდესაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საფრთხე ემუქრება. ამ დილას ძალაში შევიდა შეერთებული შტატების ტარიფები. ასევე შევიდა ძალაში კანადის საპასუხო ზომაც. კანადა 155 მილიარდი დოლარის ამერიკულ საქონელს 25%-იან ტარიფს უწესებს. დღეს დილას ისევ ლაპარაკობდა დონალდ ტრამპი ბანკებზე, რადგან 16 ამერიკული ბანკი ოპერირებს კანადაში. ნამდვილად არ ვიცით მიზეზი რატომ აკეთებს. საბაბს, რომელსაც ტარიფების მომატების გამო ასახელებს, ფენტანილის შესახებ სრული სიცრუეა. მას სურს კანადის ეკონომიკის სრული კოლაფსი, რადგან ეს გაუადვილებს ჩვენს ანექსიას. At 12:01 a.m. ზუსტად 12 საათზე პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის საუკეთესო მეგობარს ზურგში დანა ჩაარტყა. ჩემი გზავნილია პრეზიდენტისადმი, ჩვენ ვიბრძოლებთ და წინააღმდეგობას გაგიწევთ. დავიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკონომიკას და პირველ ადგილზე დავაყენებთ კანადას. უდაოდ ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დაზარალდება თქვენიც და უკვე იხდით ფასს ტრილიონობით დოლარით. ამერიკელები უკვე იხდიან გაზრდილი საწვავის ფასს. თქვენი ხალხი დაიწყებს სამსახურების დაკარგვას. თქვენი ბიზნესები კი ნაკლებ პროდუქტს გაყიდიან მეზობელ ქვეყანაში. ეს მხოლოდ დასაწყისია, როდესაც ჩვენ პროვოცირებას ახდენენ ჩვენ paying higher gas prices. აყურებელს შევახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესდა კანადიდან იმპორტირებულ პროდუქციას. იგივე ტარიფი ამოქმედება მექსიკასთანაც, თუმცა ამ ეტაპზე მისი ძალაში შესვლა ერთი თვითაა გადავადებული, ასევე შტატებმა გააორმაგა 20%-მდე გაზარდა საბაჟო გადასახადი ჩინეთთანაც, რასაც ასევე მოყვა ჩინური მხარის სარკისებური რეაქცია და დაბეგრვა გაიზარდა შტატებიდან იმპორტირებული საქონლის ცალკეულ პოზიციებზე.